გამარჯობა, მოგესალმებით, ვიწყებთ მე-17 გადაცემას, გადაცემის შედეგს მიღმა, ცოტა ტავტოლოგია იყო, მაგრამ არ უშავს, და დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, ყველა მიცით თუ ამ გადაცემას უყურებთ და გამარჯობა ბატონო ბიძინა. გამარჯობა. რეზიც ჩვენთან არის და თემები დავუგროვდა ძალიან საინტერესო. მაგრამ სანამ თემებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ვიდეოს რო უყურებთ, თუ მოგეწონებათ, დაგვალაიქეთ. მოგვიწონეთ, რადგან ალგორითმზე ძალიან კარგად მუშაობს ეს ყველაფერი და სადღაც წაგვადგება. პირველ რიგში როგორ ხართ? კარგად, მადლობს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ესეთი წარდგენისთვის, რომ რაღაცა თუნდაც ყველა უცნაურს იმაში. ფლათესი არ არის, მაგრამ სტუმრში ვალდებაზე კარგია, ხო? ხო, არა, რატო? ჩემ ასაკში ქათინაურების სიამოვნებთ ადამიანებს. არა, თქვენს დადის ლეგენდები. არო, კარგი ლეგენდები დადის, რომ რაზეც რა კითხვაც არ უნდა დაუსვო, ყველაფერი ახსოვსო, იცისო. განზოგადებულია მნიშვნელოვნად. მაგრამ კარგია. ლეგენდა საერთოდ ლეგენდის არსი ამაშია, ხო? ხა ლეგენდები არ შესაძლოა სინამდვილეს. როგორც წესი, მაგრამ რაღაცა მახსოვს რაღაცა. ფაქტებიც არის სხვადასხვა ადამიანების მოყოლილი, რომ რაღაც სასწაული რაღაცებიც მაგის კარგი მაგალითიც რა რომ მოვდიოდი. ხო, რაღაც მე ცოტა ესეთი ბუნება მაქვს რა. ინტრიგანი ადამიანი ვარ და მეთქი აი რაღაც ისეთი კითხვა რო დავუსვა თქო, რომ შეიძლება პასუხი არ იცოდეს თქო და მივოდექი ხელოვნური ინტელექტს ChatGPT-ს. რაღაც ვერსიები ჩამომიწერა, მაგრამ აი რო ვკითხულობდი ზუსტად ვიცოდი რომ ყველა კითხვაზე პასუხი იცოდით. თან ზუსტად. ისე რა. აი კითხვები არ მექნება. არა ხო? კაი. არა, კიდე გემეორებ რომ გაზრდებული წარმოდგენა გაქვს, მაგრამ სასიამოვნოა ჩემთვის ძალიან. კარგი. აშ დავიწყოთ პირველი თემა. კი ბატონო. გუშინდელი მატჩი ბარსელონა რეალი. გუშინდელი მატჩი მე გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით ჩემმა შვილმა დამირეკა. ელენე არის ბარსელონას გულშემატკივარი და მე რეალის. ხო და წალკიში ცხოვრობ ჩვენ ბოლო პერიოდი ვიყავდა ელენე და მისი მეუღლე თბილისში იყვნენ და იქიდან დამირეკა და რომ დამირეკა რუსულად უპასუხა მართალია ხა შეიძლება ვიღაცამ დავსწავლოს გამზიაო მაგრამ რომ ავიღე ტელეფონი და იმან ლაპარაკი რომ დაიწყო მე პასუხობდი რომ ნიправильно набран номер ეს მოპარულია ჩემს მიერ ამ კუთხით არა იყო ასეთი ტურნირი თუ გახსოვთ ფედერაციათა თასი კონფედერაციათა თასი კი რომელიც სოფლიო ჩემპიონატს უსწრებდა ხოლმე წინ და რაც ინა წელს ატარებდნენ ერთ-ერთი როცა ჩაატარეს ბრაზილიამ მოუგო არგენტინას 4-1 და ოლეს პირველ გვერდზე მეორე დღეს იყო თელი ერორ და ანუ არც ანგარიში ეწერა არც არ იძებნებოდა ეს ის არის ანუ ჩემი განწყობა ხო ნუ რა უნდა ვთქვა 5 თამაში მოუგო ფლიკმა ანჩელოტის 5 ხა ელ კლასიკო კარგავს აზრს მაშინ ხო თუ ერთი გუნდი იგებს როგორც არ უნდა რასენერტიც არ მიიწებოდეს თამაში იმას რა ქვია ხო თეთრები იგებენ და იწყებენ და იგებენ იყო ხოლმე იმაში რა ქვია ჭადრაკები იყო რაღაც ჭადრაკი მე კარგად ვერ თამაშობ ჭადრაკს მაგრამ ნუ ეს მახსოვდი თუ გითხულობდი იმიტომ მახსოვს რაღაცები ერგულას წერია მე ვთქვათ ლინეკერი ამბობდა ხო ფეხბურთს თამაშობს გერმანელები და ბოლოს იგებს გერმანია ხო აი რაღაცა დაახლოებით ამ სიმწყეში გადმოვედი და მე ძალიან არ შეამორებს ამის აღიარება მაგრამ რა ობიექტური აზრი მე ასე ვიცი ხო წერია იქ ვთქვათ რომ ამიტომ და უფრო დიდი ანგარიში შეიძლება მოგება იმიტომ რომ მე გავსწრებული 2 პენალტი იყო მაგას აი ჩატში რასაც ვწერებოდით მაგას ვიტყვი რომ ეგ არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე დებილი წესი ფეხბურთში ჯერ არ დაწერილა ეს ოფიციალურად, მაგრამ სავარაუდოდ მან 11 მეტრიანი არ დაიდო, იმიტომ რომ წესი ეგეთი რომ თუ მცველი ცდილობს რომ ხელი დამალოს,
ხო და აი მე გუშინ ველაპარაკებოდი მაგაზე მაპატერო გაგაწყვეტი ველაპარაკებოდი ზუსტად ლაშა სილაგავას პირდაპირ დაურეკე და ვკითხე რომ მეთქე შენი აზრი მითხარი თქო და მე ხოცი საჯი მაინც გაცილებით უკეთესად გზნობს რაღაცა ნიუანსებს ჩვენ რამდენი სამნავი ვისწავლოთ ფეხბურთი ყურებით იმეთი გინე ტელევიზორში სტადიონზე ეხლა რაღაცა ნიუანსები არის რომელიც ვთქვათ ხშირია მე ბრაზდები ხომ როცა მონებებ თან შენ რას დაპარო ფეხბურთი არ გითამაშია თქვა ხო მასე ვარ დოგის სამნავი წავიყვანო რომ სენი ყარა ვარ ეხლა ეს რაღაცა იდიოტური ესენი რა ქვია არგუმენტები ჩემს არ მოქმედებს, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცები არის ისეთი, რომ შენ იმ მოედანზე რო ხარ და თამაში იქ რაღაცას და თუ არ გაიკეთებია და იქ თუ არ ყოფილხარ. შეიძლება იყოს ეს ნიუანსები, რომელსაც შენ ეზოში ფეხბურთის თამაში დავუშვათ მინისტრო სადღაცა ვერ ხვდები და ვერ იაზრებ ყოველთვის იმ ტემპით რომელთაც ამის აუცილებლობა არსებობს, ხო? ხო და საჯიც ეს ვამა რა მითხრა, იცი? პირველ ჯერზე ნიშნავდა საჯიო. ეხლა ის ნიუანსებსაც რო უყურებს იქ რაღაც რო იდგა, ხა ამდენი დეტალისთვის არ სიმისეუყურება. და გადათქვა უკანა კარს უკნიდან დანახული იმითი რა ქვია რაკურსით სადაც მართლა წევს უკან ხელს, მაგრამ ხელს უკან წევს არა იმიტომ რომ მალავს, არამედ ბურთის დარტყმის ბურთი რო ხდება ეს ის დამალვა კი არ იყო ხელისო, ეს არის ბურთთან შეხების გამო ხელის აბსოლუტურად ბუნებრივი მოძრაობა რომ მოხდა წავიდა ხო რაღაცა ანუ ორი იმის შეჯახების შედეგად შეიცვალა მდგომარეობა ხელის ამ შემთხვევაში მაგრამ ისე მე საერთოდ მაგამდეც არ მივიდივარ მაგ დეტალებამდე გავიგე რომ წესები ესეთია ხა და ნუ აწერია მაგრამ აქ ვამბობდით ამ გადაცემის დაწყებამდე სულ არსებობს 17 წესი ფეხბურთში ეხლა შეიქმნა სიტუაცია რომ ამ 17 წეს თითოს აქვს ასჯერ 17 ინტერპრეტაცია და რა წარმოუდგენელია ეს რა იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ხელ ამპლიტუდა არსებობდეს რომ ეს მსაჯი მოვიდა და ნიშნავს რაღაცას და იგივე სიტუაციაში მეორე მსაჯს აქვს აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პოლარიზებული რაღაცა მოსაზრება მე ფეხბურთს თამაშობ რო დავიწყე გინდა ეზოში და გინდა სტადიონზე ეზოში ჩვენ თამაშობდით იმას რასაც ხედავდით ტელევიზორში ხო მიყვარს ხელში ხდება ადამიანს სპორტი არის ჯარიმა შემთხვევით მოხდა ვენერას ხელი იყო მარსის იმისი იუპიტერის თუ ვიღაცის არ არსებობდა მაშინ ხელები საერთოდ ვენერას არ აქვს იყო სოში იმ ვენერას რომელზეც დაბანაკობენ ხო აქ რაღაცა ეს მე იმას რა ქვია აისხლიდა ფეხზე მოხვდა აგორდა იქიდან ჩამოგორდა აქედან გამოგორდა ეხა ეს გაუთავებელი რაოდენობის ესენია რა ქვია არგუმენტები ყველა საჭს რაღაცა აქვს ეს ვენერა კი მაგრამ არ იყო იქამდე ხო იყო მე როცა ფეხბურთის ყურება დავიწყე მაშინ არ იყო ვენერას ხელი არ არსებობდა ხელი კიდევ ვიმეორე რომ არ აქვს იმას თუ ლაპარაკობ სკულპტურას სამწუხაროდ არ აქვს მაგრამ იყო ერთი განსაკუთრებული ხელიც ხო ღმერთის ხელს რო ეძახა უყურე იმას რო დაენახა არ უნდა შეეთვალა მე ვამეორები რომ უნდა შეეთვალა მეთქი არ ვერ დაინახა ხო ვერ დანახვა მეორე საკითხია ეხა ხო ხედავ და იცებ ბენეფიტი ხედავ რომ ხელი არა ხელი კი მე კი ხედავ ხელი კი არის მაგრამ ეს არის ეს მაგას უკან მიქონდა ხელი იმას წინ მოხონდა ეს რა არის ეს იცი რა ხელზე ეყრდნობოდა ის მეორე აბა ხა პირდაპირ ხელი თუ თამაშობ ის სხვა სპორტია ის მაშინ არის ეს ხელბურთი კალათბურთი და ფრენბურთი ბევრი ვერ არჩევს ერთმანეთიდან განსაკუთრებით ხელბურთს და ფრენბურთს საქართველოს და სამწუხაროდ მე ლაპარაკობენ ოღონდ ამაზე რა ქვია სპორტზე როგორც ვთქვათ რაღაცა დიდი ექსპერტები ნუ ექსპერტი საქართველოს ყველაა რა ნებისმიერი სფეროს განსაკუთრებით სპორტში ხო ნუ ახლა მეც მაჩვენე შემთხვევაში ეს ლაპარაკობ იმის გარდა რომ მე ვარ უკეთესია მეც რაღაცა ანალოგიური ნაკლი მექნება ბევრი რომელსაც ალბათ ვერ ხვდები რომ გამოსწორებ კარგი მაშინ ჩვენი გადაცემის მთელი ეწი ის არის რომ მარტო შედეგს არ უყურებთ და ტაქტიკურად რა მოხდა ამ თამაში მაგას განვიხილავთ ხოლმე და რეზის ექნება რაღაც მომზადებული კი ბატონო ანუ თქვენ როგორც დაიწყეთ ხო რომ ყველა კლასიკო მოიგო
ხო. ანუ პრობლემა ამაზე გვისაუბრია ამ გადაცემაშიც. ყველა იმ კლასიკოში რაც ითამაშეს იყო ის, რომ ანჩელოტი ეძებს რაღაც გზას, როგორ დააბალანსოს რეალი იმ პირობებში, როდესაც თქვათ, ბაპე არ ჩამოვა დაცვაში, ან ვინისიუსი არ ჩამოვა. პირველი რომელიც იყო 4-0 რომ მოიგეს სანტიაგოზე, იქ იყო 4-4-2-ით იცავდნენ თავს, ოღონდ ეს 8 კაცი იცავდა თავს. ის ორი აღარ იცავდა. და პირველი ტაიმი მეტნაკლებად ნორმალური იყო იმ თამაშში და მეორე ტაიმში ჩამოიშალა იქ რეალი. შემდეგ იყო სუპერთასი, სადაც უკვე 6 კაცი იცავდა მარტო თავს და მე ეგ საერთოდ შეთქმულების თეორიაც მქონდა, რომ ეს ანჩელოტიმ სპეციალურად გააკეთა, რომ ეს სუპერთასი მაინც არ ახლა ისეთ მნიშვნელოვანი ტიტული შუა სეზონია და აჩვენა ამ ხალხს, რომ თუ არ წამოხვალთ, ეს გველოდება რა. სადაც ტოტალურად რომ განადგურდნენ. ბოლოს იყო თასის ფინალში, სადაც უკვე 5-4-1 იყო, ვინისიუსი წინ, სებალიოსი იდგა მაშინ ფლანგზე, რაღაც მთელი იდეაში რეალი ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ცუდად იცავდა თავს იქ კონკრეტული ეპიზოდი იყო, როცა ბელინგემი გამოითიშა ცენტრში და პედრი გაიქცა და გოლი გაიტანა, მაგრამ ნორმალურად იცავდა, მაშინ თავს უბრალოდ შეტევაში ვერ აკეთებდა უკვე ვერაფერს. პირველ ტაიმში ვერ მიდიოდნენ წინ. გუშინ იყო კაფიოდ, რომ მარჯვენა ფლანგი კარგად გვაქვს დაცული და მარცხნივ ვალვერდეა. ანუ ვალვერდემ ოლმოსაც უნდა ეთამაშოს. იქ ფრან გარსიას დაეხმაროს იამალთან. იქ ერიკ გარსიას შეხედოს რომ გამოიქცევა წინ. თუ იქ სებალიოს გაუჭირდა იქითაც გაიქცეს. გოლი ბუდიში გოლზე ვიტყვი. მეორე გოლი ვინისიუს რო გაქვს. ეგ არის იდეალურია. ჯერ მოსდევს ოლმოს. მერე გამოიქცევა და ერიკ გარსიას გაეკიდება. ბოლოს ლამინ იამალს ართვევს ბურთს და ვინისიუსს გადაუგდებენ მერე წინ. მაგრამ ეს არის იმ ხელა ამოცანა რომ ერთი ადამიანი ამას ვერ მოახერხებს და ლოგიკური მე მგონია რომ პრობლემა ლევანი არ მეთანხმება ხოლმე ამაში სალუკაძე, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ანჩელოტი. მე ძალიან მადლიერი ვარ ანჩელოტის. მე ვფიქრობ რომ პრობლემა არის იმაში რომ ცნობა აბსოლუტურად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. და თქვენ რაც დაბარგობთ ხო, აგერ 4-5-1 არ მოშავს, 4-4-2 არ მოშავს, 4-3-3 არ მოშავს. აბა დუბლი არ მოშობს, ის რა ქვია 4-2-4 არ მოშობს. ანუ ყველაფერი ცადა და ყველაფერი წააგო. ეს იმ პირობებში როცა წინ ყავს 1 მილიარდი დარბის წინ, ხო? და არც შუა ხაზში და უკან არის, თქვათ, ჩემი შესანახი, ხელფასის მქონე ფეხბურთელები, ხო? თუ არაფერი არ მოშავს და ვერაფრით ვერ უგებ გუნდს, რომელიც თამაშობს ძალიან მაღლა აწეულ დაცვას და ყველა თამაში უშვებს 3-3 გოლს შენგანაც, სხვისგანაც, მაგრამ შენთან განსხვავებით თქვათ იმავე ინტერესგან ვერ მაინც იგებს. ანუ არ უშვებს იმაზე ნეც, რამდენიც გააქვს, ხო? ნუ როგორ ხა ინტერში გინახეთ რომ მინუს 7 გოლი გაეტანოს? თავის ჩემპიონატში ვერ გააგოლი 7. ხო? გაუტანა ხო ახლა ამას? არა, როგორ ხა კი გასაგებია რომ არც სხვისგან თვითონაც არ უშვებს და არავისგან არ გაუშვი 6 და ამიტომ აფერონ ბარსელონას, მაგრამ 7 გაიტანა ინტერმა და ეგერა მიუხედავად. ხო? ანუ მე იმას კი არ ვამბობ, თქვათ, ანჩელოტის ჯობია, თქვათ, ინძაგი თავისი სასწავლო, თქვათ, მითი რა ქვია, კვალიფიკაცია. არ ვლაპარაკობ. გასაგებია, რომ ყველაზე მეტი ტიტული 5-ის გუნდით მოგებული ჩემპიონატი გავიგე. მაგრამ რაღაცას აქვს, ხო? თავი და გოლო. ხო, არა, მეც ვერ აღარ გამოდის. როგორ შეიძლება 5 კლასიკოც ააგო? ყველანაირი ვინც ის უკან ჩამოდის, არ ჩამოდის. კარგი, რადგან ბაპე ჩამოშვა, წავიდა 3 გოლი გაიტანა, ბაპე სხვა ჩამოვიდეს ვერაცა. არა, როგორ შეიძლება? ეხლა ნახე, მე ჩემ მოსაზრებას გეუბნები. ხო მაგით დამიძახდა, ჩემი აზრი იკითხოთ ეხლა. რა თავი პრობლემა? წავიდა კროსი, არ აღმოჩნდა არავინ, ხო? ის არა ჩემი ხნის, რა ქვია, მოდრიჩი, დიდი მადლობა მოდრიჩ ყველაფრისთვის, გავიგე, მაგრამ იმან უკვე იყიდა ის რა ქვია, ლოტფორდი, ხო, რომელიც თავის დროზე ელტონ ჯონმა იყიდა, ხა ცოტა სიმღერას დაიწყეს, ავა იმაზე რა ქვია, ხო? ნუ ანუ ის გზით მიდის, იმის ასაკის არის დაახლოებით, ახლა ნუ აღარ შეიძლება ხო არის რაღაცა დამთავრდეს არა მადლობა ნახვამდის იქ ვინისიუსმა მეორე გუნდი იყიდა ყველა ფეხბურთელი რომელიც არის რეალში ყველას ყავს თავის გუნდი ანუ ყველა არის ამავდროულად პრეზიდენტი მფლობელი რაღაცა
მოყირჭება ხდება რაღაცეებს. ის მილიარდი, ეს ღირს 2 მილიარდი, ის დარბის რაღაცა არაბებით რაღაცა აკლემებში ცვლიან თუ რაღაცა ერთიან 500 მილიონს, ამაში ერთიან 800 მილიონს. ეს კიდე ცალკე თემაა, ხო? მე ვხსნდები უკვე ფეხს, იმიტომ რომ გუნდი ყავს, ფარა ყავს იმის ირმების აკლემებს რაღაცა. აღარ გეფეხბურთება. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს შავიზა რო შევა ყველაფერი წააგო ხა, ხო? იმ ლეგანესთან ლეგანესთან გუგანან ჩამოსული იყო ეს საჯარო არ ყოფილიყო წაგებული იყო ის თამაშიც ხო? ანუ ვიღაც მოაგებიეს ამასთან მოაგებიეს იმასთან არ ინიშნავენ პენალტს ნუ არ არის ხა კაც არ დაუწყე თავის დღეში ჯარიმა ორჯერ დაარტყა და დაგიმთავრა მაშინ რა ქვია ხო რაისმა მე არც არსენალის კომაგი ვარ და არც არსენალზე მაქვს ესეთი შტაბეჭდილება რომ რაღაცა ეს რა ქვია კოსმიურ ფეხბურთს თამაშობს ეგ გამოჩნდა რასაც თამაშობს მეორე ჯერზე იმასთან რა ქვია პესეჟესთან რომელსაც არა აქვს ესეთი გაუვალი დაცვა ხა ხო თვითონ პარიზელებს უბრალოდ პრობლემა აქვს იმ დაცვაში და თუ რამეს რაღაცაზე ლაპარაკობს ძალიან ბევრი რამა გამოსასწორებელი თუ უნდა თუ ის ფინალი მოიგონ იქ იმაში რა ქვია მიოფენში ხო და პლუს კიდე ვალვერტე ხო რაც რატო დავიწყე წავიდა კროსი ხო ყველაზე უფრო სადღეისოდ რეალში მყოფი ნახევარმცველები და ყველაზე ემიანი რა ქვია ქარიზმიანი და ყველაზე მიახლოებული კროსთან არის ვალვერტე იმის მაგივრად რომ შენ ვალვერდეს უთხრა რომ შენ ხარ ხელშეუხებელი აქ საერთოდ აი რა არის შენ ხარ ბატონ პატრონი ამ მოედნის ცენტრის რაც გინდა და ამას ეს გამყარებული აქვს იმით რომ ეს რეიდები ეს გრძელი ნაბიჯი სიარული სერბილია ეს რაღაცა საოცარი მობილურობა დარტყმა ხევს იმკარებს ხო ამის მაგერად ეუბნება ეხა დღეს შენ ითამაშებ მარჯვენაში მე ხვალ წახვალ ითამაშებ იქ მე კარებში ჩადგები მე ეხა ვაი ვალვერდია ეს ხო არ არის ეხა რა განებეთ არ ვიმჭედო ვიღაცა სხვა შეაგროვოს რაღაც ალაბა ხო რომელიც ჩამოწერილი რაღაცა იმიდან გავიგე ხო რომ გაიტანა რაღაცა ერთი გოლი იმაში მადლობა ხო არის მადლობა არ უთხრა ეს ცემეთის ჩვენ გაცილებით უფრო განვიცადეთ მე როგორც გაირკვა იერო ყავდა სტუმრად ეს როგორც განციღებ გადაცემაში ხო ბურთა მოედანში ზესიკა და დავიწყეთ ახლა რომ შეუგურ არ დაგაფასა მადრიდის რეალმა შენ და რაღაცა და ეს გაგიშვეს შენ გაუშვეს იქ დელბოსკე და ეს რაღაცა უნამოსო მოუწევ და ვიტყვი გაცილებით არ უნდა გავიგდეთ იქიდან რეალიდან როგორც ეს იმიტომ რომ მე უკვე გავიარე ის პიკი ჩემს და რეალია ეს სხვა რაღაცა ინსტიტუცია სხვა რაღაცა ეს არ არის ალავესი და ვიღაცა ეს რაღაცა კადისი და ისა ხო ეს მადრიდის რეალია. დიდი მადლობა საერთოდ რომ იქამდეც ამ გამაჩერეს, მაგრამ კატეგორიულად გავჩერდა მომზადებული ყავთ რომ გვეგინა ნახევარსაათი ესა და მე გავდასულიყავი თქვა იეროს რაღაცა იმაზე რა ქვია იეროსთან რაღაცა მისი ბიოგრაფიის რაღაც ამბების ვალედოლიდის და რაღაცა პერიოდების გახსენებაზე ხო? ესია, ის რეალია. ამდენი ექსპერიმენტი იცი და ეხა მოდი მოვიყვანოთ ეხა ან ეს 50 თავდასხმარად ხო უგრი სრულფასოვანი სამეული ყავს წინ დასაყენებელი ხო ვინც უდგას მე ნახე ბელინგემი შარშანი იყო 23 გოლი გაიტანა საუკეთესო ბომბარდიერი იყო გუნდის საერთოდ რას თამაშობს ვერ გაიგებთ ეს ორი კაცი ყავს რეალურად მე იმას კი არ ვამბობ რომ ბაპეს არ შეუძლია აი ამ ფლანგზე თამაში, ან იმ ფლანგზე, ან ცენტრ ფორვარდად. ბაპე, იმიტომ რომ ზღირს 300 მილიონი პრომენ ზღირს, რომ ყველაფერი შეუძლია და ბაპეა და მსოფლიო ჩემპიონია და ვიცე ჩემპიონია, ფინალში 3 გოლის გამტანია, ახალგაზრდა საუკეთესო ფეხბურთელია, კიდე რა ჩამოთვალა ხო. PSG აგიჟებული ვარ ყველა და ისტორიაში საუკეთესო ბომბარდიერი გახდა. იმისიც, მოკლედ, არ ჭირდება ჩემი ახლა ეს ახსნა და ვინ არის. ვინისიუსი გავიგე ბესტი გახდა, არაბესტი ვერ გახდა, ბურთი მიცეს, არ მიცეს, მაგრამ იყო საუკეთესო გავიგე ყველაფერი ერთ ფლანგზე თამაშობენ ეგენი, ნუ ერთი და იგივე ამპლუა საუკეთესო, შენ ხო საუკეთესო უნდა აიღო ადამიანისა, ხო? გუშინ ეთქოდა ეჯახებოდნენ ეპიზოდებში ერთმანეთს. იმ მხარეს იქ ორივეს კომფორტი თუ გინდა რომ შეუქმნა 500 მილიონი ადამიანს თუ გინდა რომ კომფორტი შეუქმნა, თამაში იქ სადაც ყველაზე კარგად ზობს თავს.
და ორი თუ ესეთი, მაშინ ერთს უნდა უთხრა დიდი მადლობა, გამოვართო 500 მილიონი და უთხრა ნახავენ სტადია ხაკიდან. ახმებით აბსოლუტურად. ხო? იქ უზეს მაშინ რა ქვია ეს არდა, ენდრიკი, ისა რა ქვია იმას ის ბრაჰიმ დიასი რომელიც მილანში რო იყო დაფრენავდა, ხო? და ატლეტიკო მადრიდს როგორ გავიდნენ ერთი მითხარი რა, ამან გაიტანა 500 მილიონმა თუ მეორე იმან. კი ბატონო. გამოვიდა შეასრულა და ამთავრა, ხო? როდრიგო ხო, ის როდრიგო სულ დაუფასებელმა. ისიც მარცხენა ვინგერია სხვადასხვა და გადაყვანილი ყავს მარჯვნივ და დაჟილია. რეალურად მართალი ხარ, მაგრამ კაი ეს გემანს მიეჩვია იმას და სიტისთან გაგიყვანა ეგ ამბობა, მაგრამ კიდევ მეორე, აღარ არის ფორმაში იქ არეული აქვს ურთიერთობები ამ არდასთან. რაღაცა გაწყვეტილება უნდა მიიღო რა. რა სადღაც აიყო რამდენისა. და დასვრის აი ეს რაღაცა კატასტროფული ისეაშია პრობლემა მან. მაგათ აქვს ეს მომენტი, რომ ჩვენ შარშან ავიღეთ ჩემპიონთა თასი, ლიგა მოვიგეთ, ესე იგი ეს პუნქტი აქ უნდა იყოს. ძალიან მე ვარ ალბათ ის იშვიათი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჩემზე ხშირად ლუკას ვასკესი არ უხსენებია არც ერთ ვასკეს მის ოჯახის წევრს იმაში რა ქვია ესპანეთში. და რატო იცი? იმიტომ რომ უფასებ მე ჩემი რაღაც შეხედულებები მაქვს. სწორი, არასწორი მეორე საკითხია. ატლეტიკო მადრიდთან როცა მოიგო ზიდანმა მეორე ფინალი პენალტებით, პირველი პენალტი დაარტყმა ლუკას ვასკეს. არავინ არ იცოდა ვინ არის ლუკას ვასკესი. და მე დღემდე ვამბობ, რომ იმიტომ დაარტყმევია, რომ გააფუჭა ატლეტიკო მადრიდი მაგ პენალტით. უთხრა რომ იცი რა ჩემთან, აი ხე შემოიყვანე პატარა ბავშვი იქ იმაზე რა ქვია. თადარიგინა პირველ პენალტს დაარტყავს ეს. იმიტომ რომ იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სუსტი ხარ და გინა ბავშვით მოვიდეთ, გინა ის გამოვა მასაჟისტი და ის დაარტყავს და მაინც მოგიგებ. გამოვიდა დაარტყა, გაიტანა და დამთავრდა და მოვიდა ეს რა ქვია, ხუან ფრანი და მოარტყა ძელს. მორჩა. ეხა ესე იყო, არ იყო. მე შემხედვას გამოვიდა. და ამას ვიხსენებ სულ ლუკას ვასკეს გავიგე. ლუკას ვასკესი დაახლოებით დარჩა, აი მაშინ რომ გამოიყვანა სრულებაზე იმ სრულების ადამიანი. რა ის კაპიტანი, მადრიდის რეალის კაპიტანი, რა ლუკას ვასკესი რა გამაგიჟო. და კარვახალი აკლია მაგათ. აი ვინ? კარვახალი მაგათ აყლიათ ჟილკა, აყლიათ კაცები. ჩუამენი ისა გავიგე ახლა ყველაფერი რომ ესაც არის ან ხაბრაგანის ნაკრებში ის არის იმის ნაკრებში ნუ გასაგებია. ემართებათ ის რა დაემართათ გალაქტიკოს. ეხა ფეხბურთი ვისაც არ ესმის ისინი ლაპარაკობენ ზირთად ფეხბურთზე, საქართველოში სადაც ესეა. არა მაგრამ საქართველოში ეს არა ყველგან ეგრეა. არავინ არ იცის რა არის ის გალაქტიკო. და არავინ არ ითვლის რა მოიგო და რა წააგო. გალაქტიკოს რაც დაემართა ეს არის მაგალითი უნდა ოღონდ ისინი როცა დგამდნენ სპექტაკლს ის იყო მართლა ფეერია, სანახაობა, მოხვედი, ესთეტიკა, ჩაიწერე ეს თამაში და უყურე ხოლმე სახში იმეთი რა ქვია დღეში ვარჯიშ. მაგრამ შედეგებზე თუ ლაპარაკობთ, უყურე ბეკჰემი ისე წავიდა საერთოდ ვერ მოიგო იქ იმაში რა ქვია. ოუენი ну შეიძლება აღარ მივიცე უყურე და მოიგო თუ არა, იმიტომ რომ არ თამაშობდა და მასე მეც მოვიგე, იმიტომ რომ შემოგვარი ვარ იმისი რა ქვია. ხო, არა, რა ხო ხდება, კი ვიცი რომ მოიგე მას. უტრირებული ლაპარაკი მიყვარს მე ზოგადად, ხო? ამათმა მოიგეს ფიგუ და ზიდანი სანამ იყვნენ ის ფინალი მოიგეს, ლიგაში საერთოდ ერთხელ მოიგეს, ხო? რონალდო რო ყავდა დეპორტივო ლა-კორუნია, რომელიც ახლა არიზებინება სად არის? ჩემპიონატი. თასი 100 წლის თავზე თასი მოუგო და ორ კვირაში მოუგო ჩემპიონატში და ჩემპიონობა დააკარგია და მოუგო თასი. გავიგე ხარ ვალერონი და ვიღაც რა ვალერონი მადრიდის რეალია. რონალდო ყიდა რაც კი ვალერონი გარსევობს ის ფასი გადაიხადეს ერთ სეზონში მაგის იმაში რა ქვია მოყვანაში. და რა მერე? თან რა არო ხტები რას გეუბნები? ის პროექტი დიდი ანგარიშით რო ვილაპარაკოთ, ხო? იმ პროცესში არ არის გალაქტიკოსი, მე ვერქვა ზიდანები და პავონები. ოღონდ ისე აღმოჩნდა რომ პავონებმა საერთოდ ვერ ივარგეს. და დიდი ანგარიში ვერც ზიდანებმა ანუ ეს სიმბიოზი არ შედგა მაშინ, მაგრამ კემანს სპექტაკლები, ეხლა სპექტაკლი აღარ არის. არის 2 მილიარდი ღირს ესა და 50 ჯერ წააგეს იმასთან ბარსელონასთან.
ნუ რა მეტი რა უნდა გითხრათ ეხლა რა მე რეალის გულშემატკივარი როცა გავხდი იცი როცა 4-1 წააგეს იმასთან რა ქვია დერბი კაუნტისთან ეს არის 75-16 წლების სეზონი და მე 5-1 მოუგეს ოღონდ მაშინ ყავდათ ნეცერი და ორი ვარსკვლავი მაშინ შეზღუდული ვარ შეიძლება ყოლოდა 50 კაცი რაღაცა ყავდათ ორი ნეცერი და ბრაიტნერი მე რა უნდა ყოლოდათ ხო ვითომ მაგრამ მაგით 5-0 წააგეს კრუიფის იმასთან რა ქვია ბარსელონასთან ოღონდ ესენი ყავდა და იქ იყო რობერტო მარტინესი მე ესპანეთის პასპორტი მიღებული არგენტინელი რომელსაც აი ვალვერდეზე რო და მიშამეს პაკუნცოს ჰქონდა ესეთი ნაბიჯი რო აქედან 7 ნაბიჯი მიდიოდა იმას და ცენტრიდან იმამდე რა ქვია საჯარიმონდე დილებაზე ითვლიდა მაგას გიჩი გადაცემაში ხო და დათოს დამსახურება რო საბჭო ჩემპიონატი ვიცით რა საიდან აზრობდა საიდან მოქონდა ეს კადრები კაცმა არ ეცი მაშინ და სანტილიანა ეს იყო რეალი ლამასია დაუჭემებელი ლამასია სად იყო საფრთხის სკოლა არ ქონდა იმას ბარსელონას როცა ამისი კასტილია ანუ აქაური ლამასია გავიდა ფინალში იმისი რა ქვია ესპანეთის თასის და ჩვენ სანამ მოუგებდით იმას ვესტჰემი შეხვდა კასტილიას იმიტომ რომ კასტილია მონაწილეობდა დუბლები მადრიდის რეალის მონაწილეობდნენ თასების თობოთა თასის გათამაშებაში როგორც იმას დუბლი ქონდა შესრულებული და ის ავიდა ჩემპიონთა თასზე და ეს მოვიდა ბუტრაგენიოს ხუთეული და რაღაცები და რაც ქონდა ის ყველაფერი მიანებეს ყველაფერს თავი და ეხლა იმას მთელი შემადგენლობა ყავს თავისი აღსაზრდელები და ბრავო ბარსელონას ბრავო ამისთვის რა შემადგენლობაც ეხლა ყავს და რა ფერიულ ფეგურსაც თამაშობს როგორ შეიძლება ხა შემფეგურდი გიყორდეს და ამაზე მაშობოდა განზღავდა და იმას რა ქვია შავი მამლისის სასამდერო ეგრე წააგოს იმასთან რა ვიღაცასთან კარგი მოდი ახლა გადავიდეთ შველელზე და ეხლა დაახლოებით 1 საათის წინ here we go დადო ბატონმა ფაბრიციო რომანომ და ჩაბი ალონსო ხდება რეალის მწვრთნელი კითხვა მაქვს ესეთი თავს იღუპავს თუ რეალურად უშველის რეალს იცი რა ახლა რამდენ უშველის ზავში მე ვანგა ხო არა ვარ მე რა ვიცი უშველის თუ არა მაგრამ იმედი მაქვს იმიტომ რომ ინსტიტუციის წევრია იქაურია ახალგაზრდა ამბიციურია ის რომ ფეხბურთელებთან მუშაობა იცის ეს აგერ აფთიაქის გუნდი გახდა ეს რა ქვია ჩემპიონი ერფსორტებდა მაშინ რა ქვია მასზე გაცილებით უფრო სახელიანი მწვრთნელების პირობებში ხო ლევერკუზენი მაგრამ მე თუ კი სადმე მე ძალიან მინდოდა რომ სწორედ ჩაბი ალონსო დანიშნულიყო და მიხარია და თან უგუჩემატკივრებ მაგრამ მე არ ვიცი იცის თუ არა ჩაბი ალონსომ მუშაობა და რამდენად შეძლებს რო არ იცის მუშაობა ვიცი იმიტომ რომ არ ქონია მის გამოცდილება სუპერ ვარსკვლავებთან იმიტომ რომ ერთია რომ შენ იქ ვირცთან და ვთქვათ ჩემი დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად ვთქვათ პალასიოს ყავს არ სოფლიო ჩემპიონი მაგრამ მაინც პალასიოსია და იმას არ მოუგია ჩემპიონატი ვთქვათ ხო კი მოიგო მაგრამ ის არ იყო პირველი ვიოლი რა დაუშვათ იმ გუნდში ხო და მეორეა რომ მოხვიდა და ბაპენდაკლეს ვინი სხვათა შორის როცა ლაპარაკობდით იმაზე მე რატომ აქ მის მიმართ უფრო ესეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მიუხედავად მის საშინელი ხასიათისა ხო იმიტომ რომ ის კანტერადან არის ის ჩვენ აღზრდილი აი ხა სანტიაგო სოლარი დაინიშნება იმამდე რა ქვია კი დაინიშნა ეს შეიძლება მაგრამ როგორც აქამდე ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმამდე რა ქვია რაღაცა პერიოდი სანამ მოვა ჩაბი ალონსო გააფორმებს თავის იმას სანტიაგო სოლარიმ ავარჯიშოს გუნდი რომ უწყვეტი იყოს პროცესი და სწორედ სოლარის მოყვანილია სოლარი მიპოვა ვინისიუსი იმაში რა ქვია ბრაზილიაში არა თვითონ რეალის ბ გუნდში და მე ვიყავი იმ კლასიკოზე რომელიც წააგო სანტიაგო ბერნაბეუზე რეალმა 0-1 ბარსელონასთან
და ნუ რეგილონი იყო საუკეთესო ფეხბურთელი მატჩი საერთოდ მივიღე ხარტიკა და ნუ იქ ითამაშა ამან და ამბობდა არ მომეწონა მაშინ დიდად ფაფხურავდა რაღაც მაგრამ ის ამბობდა სოლარი მაშინ რომ აი ეს ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ის აგერთეთ ყველაფერი და თან იქაური რაღაც დელია ოღონდ კიდევ ვიმეორებ თუ არჩევანია ვინ იდგეს იმ ფლანგზე იდგეს მბაპე მაგრამ ის შეყიდეს და ხო და აი ვარსკვლავებთან და უხასიათო ვარსკვლავებთან მათ შორის როგორ ეგ კარგი კითხვა იმუშავებს როგორ გადმოალაგებს რა ჯობია ხო იცი რამდენი ადამიანიც არის და რეალს ყავს საკმაოდ ბევრი კომბაგი ხო მარტო რა ხო არა ვარ იქ ბელინგემის საუკეთესო ადგილი სად არის გავიგე რომ ულოცავენ გოლს რო გაიტანენ ერთმა ეს ყველა ულოცავს ახლა ყველას უხარია მაგრამ ის რამდენად კმაყოფილია იმ სიტუაციით ხო შეუძლებელია რომ კმაყოფილი იყოს ახლა იმ ადგილით სადაც დღეს დგას 23 გოლი გაიტანა შარშან ხო შარშან მას ულოცავდნენ ეხლა თვითონ ულოცავს მას მბაპეს ხო და იცი რა არა მე იმას კარგი გამონები რომ ცენტრ ფორვარდად ათამაშონ ეხლა ესა რა ქვია ბელინგემი ინგლისელი ხო მაგრამ ну ის რო ისეთი პროდუქტიული არ არის როგორც შარშანი იყო ხო ფაქტია ხო რაღაცა ახალი უნდა მე არის ალბათ ვირც მოიყვანს ვირც ბაიერში მიდის ხო არა ვირცი ბაიერში გადავიდა კაი კიდევ არ არის ინფლაცია ну ვიღაც ლაპარაკობდნენ იმაზე რა ქვია გრიმალდოზე ანუ გრიმალდო არა ეხლა გრიმალდოს მაშინ რა ქვია არა ისედაც რომ არ იყოს ის გაზრდილიც არ უნდა იყოს რეალში მე ვერ ხედავ გრიმალდოს ადგილს ახლა რა მაკალისტერზე ამბობდნენ მაგრამ ახლა მთელი ევროპის ხარ წამოიყვანენ ეს რა წამოვიდა გაიცა უკვე ეს ხო ტრენტი წამოვიდა და მე მაგალითად ძალიან გამეხარდებოდა რომ მოეყვანათ ნიკო პასიო დააბრუნე თავისია და მიკავშენ შემძიმაში რა ქვია ინტერში ფაბრიკა მაგლიჯა იქაურობა რა ანუ ხო და გამოუშვა არ ვიცი ახლა რა ხე შეიძლება დატოვონ კიდე ესა მოდრიჩი ახლა და ეს მოიყვანა კიდე რა ქვია ჯაიჩი აი რეზ შენს გითხარი აზრი 3-4-3 რეალი ხო 3-4-3-ზე ამბობენ რომ ასე ათამაშებს მისის მისის სქემა ეგ არის ხო 4-5 სქემა აქვს უკვე ამ სეზონში გამოცვლილი მათ შორის 4 წელიანი სქემებითაც ათამაშა ლევერკუზენი ნუ 3 წელით რეალში რუდიგერს მაგალითად უთამაშია ძალიან კარგად ტუხელის ჩელსიში ძალიან კარგი იყო 3 წელიანში მე არ ვიცი ალაბა მილიტაო როგორ დაბრუნდებიან იმ ტრამვების მერე კარგად უთამაშია გასაგებია როდის და ხო 2-3 წლის წინ ხო აი ალაბასაც შეუძლია უბრალოდ მე არ ვიცი ალაბა საერთოდ დაბრუნდება თუ არა უკვე ისეთი ტრამვის მერე ვეღარც დაბრუნდა საკონდიციები რატომ ეროდა დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება ნუ გასაგებია რაღაც რეორგანიზაცია მე ხა ჯაბელოსთან მაქვს ეგეთი ის მიდგომა რომ მისი კარიერა ყოველთვის მიდიოდა გეგმაზომიერად ანუ ის არაჩქარებდა გადასვლას გლადბახიდან ჰქონდა შემოთავაზება როცა სოსიედადის მეორე გუნდს წვრთნიდა და არ წავიდა მე შეიძლება მაგალითად რომ შარშან წასულიყო უკვე ლევერკუზენიდან ტოპ გუნდში ეგრევე ხელა წაუგებელი ჩემპიონი არ იჩქარა ანუ აქვს რა რაღაც ეხა ეს არის უკვე რამდენიმე ნაბიჯით ადის მაღლა გასაგებია რომ რეალის ცნობა უკვე ტიტულია შეიძლება მისთვის მაგრამ ერთი რო სუპერვარსკვლავებთან მოუწევს მუშაობა მეორე მაგალითად რომ დაიწყოს ხუანდე რამოს დაემართა ეგეთი რამე მე დიდი კომაგი ხუანდე რამოსის ტალანტის არ ყოფილვარ მაგრამ ეს არის ხუანდე რამოსი რომელმაც სევილიას ორჯერ აღებ პირველად რო იღებდნენ პირველი ჯერი რო იყო თქვა მაგრამ ეკავდა ხო მოვიდა მადრიდში აბსოლუტურად ჩემ გარდა არ არის თვითონ არ ახსოვს ეგ აი თან მაგალითად ისეთი უსახური იყო იქ იმიტომ რეალია ესე არ არის რა ხა ნუ მაგალითად რო იყოს ისეთი სეზონის სტარტი როგორც ამ სეზონის სტარტი ქონდა ხო რეალს თქვა ცუდად წაგებული კლასიკო და რაც რამდენიმე ცუდი წაგება ჩემპიონთა ლიგაზე ხო მილანმა რომ მოუგო ლივერპულმა აი მერე გულშემატკივრების რეაქცია რა იქნება ექნება ამ ხელანდობის მანდატი რომ მისცემენ კიდე რაღაცეების უფლებას ახლა მოგერო პერეს ძალიან უნდა ალონსოს მოყვანა და ნუ ალბათ ეს გარკვეული აქვს ალიში საიმედოობის ქვემოთ მაგრამ ну იქ კომაგების რეაქცია როგორ იქნება აი ბევრი ფაქტორია რომელსაც ჯერ ვერ გავიგებთ და ჯერ ვერ ვიცით იმედია პერეს თვითონ
რეალში არავის არ აქვს არაფრის გარანტია, არც პერეს მათ შორის. სხვათა შორის კურტუას ინტერვიუ თუ ნახეთ ფერდინანდთან, იქ იძახის, რომ ანუ სხვა გუნდებში ახლა სტრესი არის, რომ უნდა მოიგო რაღაცეები, რეალშიო ზედ ორი თამაშიო. თუ ვერ მოვიკეთო, აი პანიკაა ყველგანო. რომ всё, ესე არ შეიძლება, ესე გაგრძელება შეუძლებელია, აბა რაღაცა გამოვასწოროთ. იცი რა, ამ თლაც ესე არ იყო. მე როცა დავიწყე კომოგო, ახლა გიყვებოდით რომ ბუტრაგენიას ხუთეული მოი. რატომ მოვიდეს ხუთეული და რატო დააწინაურეს იქიდან? ეს არის პერიოდი, როცა 4 წელი ბასკები ხდებოდნენ ჩემპიონები ესპანეთს. 4 წელი. ბილბაო რომელსაც ეხლაც არ ყავს და მაშინაც არ ყავდა ბასკისგან და არავინ, მით უმეტეს და ბაკერო და ბეგერისტაინის და არკონადას სოციედადი. იმას კი ყავდა ვიღაცები კანტიკუნტად ის არ ესეთი პოლიტიკა რო არა მარტო ჩვენ ბასკები და რაღაცა ეგეთი არ სოციალურად, იმიტომ რომ გრიზმანიც, კოდრო იქამდე ვიღაცები ამრები ვერ ხალხობდა, მაგრამ მაშინაც სატრუსტეგი ვიღაცები ქმნიდან ამის და არა ვთქვათ ვინმე უცხოელი 4 წელი და ეს რეალი დისტეფანო ყავდა სულ და ეფეროიგო მე მოვიდა ეს მოლოვნი რომელიც აროს არასო რატომაც ასე ჩემ გარდა და რომელზეც ესე დაუფასებელი კაც მე ამინახია ის ორი UEFA-ს თასი რომელიც რეალმა აი ესეთი ფანტასტიკური თამაში დაიღო. აი რასაც ქვია ეს რემონტადები, ხო? ეხლა დღეს გიკვირთ ეს აგებს და შემოატრიალებს ბარსელონა. ის აგებდა თამა 5-1 წააგებდა, 4-0 მოიგებდა, 3-0 წააგებდა, 6-1 მოიგებდა, ხო? ყველა თამაში თან მაშინ UEFA-ს თასი ძალიან რთული ტურნირი იყო. ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე ჩემპიონთა თასი. გაამწარეს მაშინ. 3-1 წააგეს, 3-1 მოიგეს და მერე დამატებითში კიდევ 2 გორდილიოები და რაღაცა. არ იყო ვარსკვლავი ვინ ყავდათ, იცი? აი კარგი ფეხბურთელები იყვნენ, ვიზას ვლაპარაკობ ეხლა, მაგრამ ვალდანო ყავდა და თქვათ უგო სანჩესი. არც ერთი არ იყო მარადონა. ხო, არც ერთი არ იყო. ხო, ხე რაზგეუნები, ანუ ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ ორივენი და იმიტომაც მოიგეს რეალთან ერთად ყველაფერი, მაგრამ არ კეთდებოდა მაშინ აქცენტი ამაზე. თუმცა რეალს რა თქმა უნდა აქ ეხა ის დი სტეფანო ვახსენე, მეტი რა უნდა ყოლოდა, ხო? პუშკაშიან, დი სტეფანოიან, კოპაიან, ის პირველი 5 მერე სადა მაგის ამგენაც იყო მისცელობა იყო ესა გალაქტიკო რომელმაც ვერი მუშავა თუმცა უკვე ზიდა და ხო თვითონ ზიდანი რომ მოვიდა ნელად ხო ესეც ექსპერიმენტი იყო არაფერი არ გაუწნია იმაში რა ქვია მაგრამ ზიდანი იყო ანუ ეგეც არის ხო ახ მარადონა ზოუარესი მწველი მე არ ვიცი რა უნდა იყოს ხო მარადონა იყო იმიტომ რომ ვერაფერ გააგებია რომ თვითონ ჯესი გაკეთება შეეძლო იმას თხოვდა რაღაცას ხონას გუტიერეს ვერაკეთებდა ის რა ეკნა სიზმრით რო ადგენდა შემადგენლობას ხო ანუ ფეხბურთელი იმიტომ დაიყვანეს სოფლიოს ხო ნუ ამდენ ყველა თამაშა 100 რაღაცაში 10 კაცი თუ რაღაცა თამაშა ნაკრებში ხო სხვადასხვა ეგრე ხიმენესი როა იმაში რა ქვია შენ მოზრამდეგეს იმაში მამამისი არგენტინის ნაკრებში გათამაშებ მე ოღონდ ამხანაგურში მე წაიყვანა და მე ითამაშა მექსიკის ნაკრებში და ის მანდ გაჩნდა და კი იმიტომ მექსიკელი თორე რა ეს მექსიკელია ისე ის რა ქვია მაშინ თან ზანეტი არ წაიყვანა კამპიასო არ წაიყვანა მაშინ რომ გამოიგეს 2 დღის წაიყვანა პალერმო იმიტომ რომ ზაკასობდა და გაიტანა და ის რა ქვია არსე წაიყვანა მცველი იმიტომ რომ სიზმარი და ეს სიზმრა სადაც სოფლიოს თასი მოიგეს და ეს დაამახსოვრდა მარტო რომ არსეს ეჭირეს თასი და ეს სიზმარი უეჭველი და ახტესო და წაიყვანეს მით სოფლიოს თავში შეფი რაღაცა იმით შარფით თავზე წაიყვანა იმიდან კოლონიდან ხო და ეხლა რადგან თემა მოიტანა სანამ ამ თემაზე მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს მე მაინც რომ შევაჯამოთ ისა რომ ალონსო რაღაცა სიზმარი ამაზე ვარ ზრუნავ რადგან თემა მოიტანა ჯერ სანამ ამ თემაზე გადავალ კიდე ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი თქვენც რო თხოვოთ თუ შეიძლება იქ თქვენ უფრო დაგიჯეროთ ბატონო უერთები მე გამოვიწერ ხა დამთავრდება თუ არა რაღაცა ამ კიდე რო გეხება პაუზა მithade გამოვიწერ კი ბატონო ზოგადად რა ქვია რა გამოვიწერო შედეგს მიღმა
ზოგადად გემოვნებაზე ხო არ დაობენ. ვერ გეტყვი, მაგრამ ხო. ყველა საერთოდ თავისი გემოვნება ხო. რეზის ის მოწონს თქვენ, ეს მოგდოთ მე ეს მომწონს, მაგრამ არ შევდივარ, პოლემიკა შეიძლება შევიდე, მაგრამ ადამიანს ვეჩხუბო რაღაც თემის გამო, არა. მაგრამ არის ერთი თემა, რომელზეც მე და ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გადაცემის ჩაწერამდე ვიზეთ საუბრობდით, ხოცავთ ერთმანეთს. რაზე? მესი თუ მარადონა? 50-50. დადით ახლა დახოცეთ ისე ერთმანეთს. მე ხა მარადონისტი ვარ, მთელი ჩემი არსით, მაგრამ ძალიან მიუახლოვდა ეს. ძალიან მივიდა, აი იცი რა, ეხლა კი არა. და სოფლიო ჩემპიონატის მოგებით არა. წინა კოპა ამერიკაზე. მოგებულზეც არა, აი რო წააგეს ბრაზილიაში. იქ თქვი რომ ეს გახდა მარადონა თქვა, იმიტომ რომ ჩილესთან თამაში რო გააგდეს იქ აი გახდა ეს აუტისტი ბიჭი კარგი აუტისტი ამ შემთხვევაში უცებ გახდა აი რაღაცა ესეთი ჯიგრიანი ლიდერი რომელსაც თქვა რომ რას ქვია ჩვენ აქა ვართ ეს ის კი არა ვიტირე იქა და რაღაცა და აი აქა ვართ და ამიტომ ნახა ტიტულებს და მე არ გადაპარაკები ხო რა ყველაფერი მოიგო რა ხავს არა აქ ყავის ბურთის სახში იმდენი მაგას რამდენი ოქროსი აქვს და გასაცმელი მე მაგ 3 წვილი და მაგას რა 8 ოქროს ბურთია ხო ამიტომ 50-50 მიუხედავად იმისა რომ მე ხა დეკემბერში ვიყავი საზავო ვიყავი არგენტინის უნივერსიტეტის სტადიონზე და რომელიც ატარებს მარადონას სახელს და იქ არის სალოცავი. დიდი დიეგო იყურებს კედელზე დახატული, აქ ესენია. ჩვეულებრივი ეკლესიის ის არის რაღაცა. ოღონდ კედლებზე არის მაისურები რაღაცა. იქ რაღაცა აწყვია. ანუ რაღაც უნდა დაუტოვო. შესაძლებელი სანტრებს ანთებენ რაღაცა და. უკაი სანტრელი იოლია ხა იქ დაანთები, მაგრამ რაღაც უნდა დატოვო და ხა დეკემბერი დიბრის დასაწყისია და შორტებით ვართ ახლა ეს არის კაცია რა ზაფხული ახლოვდება რა მაისია იქაური როგორც წყელა ხო და კონდა პასპორტის ასლი რა იმიტომ რომ პასპორტი არ დადიხარ რა დაკარგო რაღაცა და მე ჩარჩი ის პასპორტის ასლი დავტოვე ადებს თუ და ჩემპიონ აწერია პასპორტის სემიტი და ანუ იცი როგორი რაღაცის გეუფლება რაღაცა ბუნებრივი რომ ხტები რომ ასაგიჟეჭი ყავს რაღაცა ახლა რა მთელი უბანი ყველგან აწერია დიეგო ყველაფერი დიეგო მაშინ ბარში შედიხარ საწვავად დიეგო გიყურებს ყველა ირიდან ეს რა ქვია საიქიოში გზაზე მიმავალი დიეგო და ახატული ქუჩაში ეს ისენი ყველაფერი მთელი უბანი არის დიეგო შენც ხდები აი გინდა არ გინდა რაღაცა აი ამ სიგიჟის თუ ამ რაღაცა ფერის რაღაცნაირ მონაწილე ეს რატო გიყვება ესეთი რამე მესის არ აქვს და ვერც ეკნება კი ბატონო თუ ამაზე ლაპარაკობთ ამაში იმასთან ვერ მოვა იმდენად უცნაური ტიპი იყო რომ ადრე მოკვდა და პელეს დაასწრო სიკვდილიც და იმაზე ისე არ ატირა სოფლიო პელე და 80 წლის იყო და თან რას კი ემოცია იყო დასავლელი დაღვაწილი წინაწელს. თები ანუ სხვა მოვლენაა ის. გიჟი გადარეული თავის ნარკო ამბებით თუ სიგიჟეები და კასტროსთან ვაკაცობით იმისი რა ქვია ჟურნალისტებისთვის მითოფის როლი თუ რაღაცა ანუ თუ რამე დააკლო ვინმეს თავის თავს. კი ბატონო. მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცა მოვლენაა და იქაც ხდება ცვლილება საზოგადოებაში. მე პირველად ვცხოვრობ არგენტინაში
ჩემი თავობის ხალხი პროაქტიული იყო. ხო, და ასე მეუბნებოდნენ რომ არა, რა ის მესი რაღაცა. ახლა პატრიოს უწუბალი ჩემს რაღაცა ის დღემდე იძახეს რომ აქ იყო ჩამოსული იმაზე რა ქვია სუპერცაზე უყურა იმას. ორი გოლი ნახა მესის გაუხარდა ძალიან, მაგრამ სხვა ის ბარსელონაში ეგეთი იქ ჩვენთან ასე და ეჭვიანობდა. არ უნდა რომ იმას არ მიუახლოვდეს. ჩემი ანუ ეს დამოკიდებულება არსებობდა. საოცრებაა რაღაც. მაგრამ ეხლა რა ხდება, იმიტომ კი არა რომ მარადონა აღარ უყვარს. ის თაობა წავიდა. ოკეი. ანუ მასე ეხლა შენ დი სტეფანო არგენტინელი. თუ ხარ გონია რომ რომელიმე ნაკლები იყო ეხლა თავისი ეპოქალური მნიშვნელობით და რაღაცით, ხო? მაგრამ ისიც რა ის ავიდა ესპანეთის იმასაც სხვა პრეტენზია იყო ესპანეთში წავიდა ესპანელი გახდა თუ რაღაცა ეს მე რომ დაბრუნდა ბოკა ხონი რივერის ლეგენდაა ხო ბოკა გახდა პირველად ჩემპიონი თავის საცნელ კარიერაში მაგას არ უყურებს 70-ში 71-ში გახდა ბოკა ხონი გახდა არგენტინის ჩემპიონი ეგეც ამოვარდნილი მქონდა ხო მე ჩვენ რო თასი ავიღეთ ის თასი წინა წელს ვალენსიას აღიბე დი სტეფანო და მე გახდა რივერი ჩემპიონი ასე რომ იქ ხო ეს მეგონები საერთოდ ითვლება რომ არ იყო კაი მაგრამ მარადონას არ წუდი არ იყო მაგრამ ეხლა რაღაცა ანუ ხო ხვდები რას ადარებენ არა კაცი იყო ხუთი ჩემპიონი თასი აღებია რეალს პირადად და 59 გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა თასზე აგერ გუშინ წლამდე ეს იყო რა ქვია ვერავერ მიეკარა სიახლოვეს ხო მაგრამ იმასთან სხვა რაღაცა ჰქონდა ან რას გეუბნები ხო ყველა დავიწყეს ლაპარაკი რომ წავიდა ეპოქა და აღარ ახსოვს ის ჩაანაცვლა ვიღაცამ მარადონამ დაუშვათ ხო ის ალბათ სხვებმა შეანაცვლეს იმიტომ რომ მაინც ესპანეთი რაღაცა ვერ კიდე ვერ ბოლომდე თავისიანად ვერ აღიქვეს კი გახდა არგენტინის შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი და რაღაცა მაგრამ იმდენად ვერა ხო ოქროს ბურთი ეს მენ სახელით ორჯერ ლაქვენიანი ხო და ეხა ესეც რო წავიდა ჩემი თაობა ხო მიდის ნელ-ნელა რა ვინც გიждდებოდა ახლა იმაზე ხო და მოდის თქვენი თაობა რომელიც მესისტია უფრო იმიტომ რომ აგერ უყურებს ყოველდღე და აგერ ყავს და მე იცი რა არის საოცარი ხასიათის ტიპია ანუ ამდენი სიკეთე რასაც ეგ აკეთებს ხო აი საჩუქრებიც კი თქვა ეხლა კუენკა იხსენებდა რომ კუენკა მე მგონი შეიძლება ბურთი რო მაგას ყვები სამ ბურთი რო გაატანია ვიღაცამ საათი ხო ტელიო ეგა ხო კუენკა ტელე ინტო არ მახსოვს ვინ იყო ხო ხტები რაზეა ლაპარაკი რა ზუსტად ეგ არის რა რომ თქვა მე ვერ ვიხსენებ ვინ არის და ის წავიდა და სამი ბურთი გაატანინა თავის ღორებაში არ გაუტანია და მოუწერა ბურთს და წაჰა ეხა ესაა ჩემი საჩუქარი ხო ამას არ აკეთებენ ჩვეულებრივი არა ვერ ხო ნუ ეს სხვა ტიპია ხო ზლატანის კაცზე რა თქმა უნდა იმას რა ქვია სასიკეთოს იყოს და რატო იმიტომ რომ სარაგოსასთან რო არ იყო ფორმაში და ამას სამი გოლი ეგ პენალტი და ეგეთი ტიპია ეს მის ხო და ეხა ამის არ დაფასება არ დანახვა ახლა დაართული ის ყველას ეჩხუბათ ვინც კი არსებობდა ამაზე ზურგზე ხო არ ელაპარაკებოდა ეხა რიკელმეს არ ელაპარაკებოდა ხო ბოლომდე ხო ვერონს არ ელაპარაკებოდა ბოლომდე ანუ თავის თანამოაზრეებს რომლებთანაც ჰქონდა ეს ეხა კიდე გეუბნები მე არ ჩემს არ ვინავარ მე ხარ იმაზე ელაპარაკო რაღაცა ხო მაგრამ ჰქონდა რაღაცა თავისი ხუშტურები და მე ყველაზე უფრო რა მიხარია იცი რომ აი სამივე ჩამოგითვალე რომლებიც არიან რაღაცის მაღლა სადაც არის კრუიფი სადაც არის პელე სადაც არის გარინჩა სადაც არის ბეკენბაუერი ანუ რაღაცაზე მაღლა აი მე ეს ჯობია იმას ის ჯობია ამას მე მიხარია რომ ის სამი არის არგენტინელი მან დამთავრებ რა და ხა თორე შეიძლება რა დი სტეფანო აბა წაიკითხე დი სტეფანოს ამბები მადლობა ბურთს გადაუხადა მადლობა წიგს დაარქვა მადლობა მეგობარო ბურთს მიუძღვა
ბიოგრაფიის ის ვაფშე სხვა ტიპი იყო კიდე იგი მე გეტყვით მე მარადონასკენ ვიხრები და გეტყვით რა სულ ვიძახდი რომ არა მესი ბევრად ჯობია ნუ ის იქ ბევრად ნელი ფეხბურთი იყო კი მაგარ რაღაცებს შვებოდა მაგრამ მესია და წავედი იტალიაში ჩავფრენდი რომში დავჯექი ავტობუსში წავედით ნაპოლიში სადგურზე შევედით კარები გაიღო გადმოვედი გავიხედე და თქვი რომ არა ჯობია ხო მე შევეცოდი რომ ეგ ამეხსნა შენთვის ზუსტად რა რომ ჩვენ ამ შემთხვევაში იმას კი არ ვაძარებთ მოედანზე ვინას აკეთებდა მოედანზე არიან ტოლსტორი ალბათ რა მაგრამ აი ეს ხო ეგ აკეთა ხან რა ეს ჩავიდა აუ სოფელში ჩავიდა რა გავიგე ხო მაგას გეუბნები მოიგო პრემიერი კი ბორმუთი პრემიერი არა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ხო აი მარადონას ხონდა ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურად ალბათ რა თქმა უნდა ეს 86 წლის 5 გოლი 5 საგოლე პასი და ყველაზე მეტი იქ ერთი გოლი კიდე უსამართლოდ არ ჩაუთვალეს ერთი უსამართლოდ ჩაუთვალეს მაგრამ ურუგვაისთან ერთი უსამართლოდ ჩაითვალა მაგრამ რა უშავს და ნუ რაღაც რასაც იქაც არასოდეს იქამდე კიდე ძელს მოარტყა მან რა ქვია ტაპიამ ზუსტად ეგეთივე ის ჰქონდა იქ მე გაათანაბრებდა ისა გაათანაბრებდა არა იმას ნამდე კიდე კარიერა ხანგრძლივობა რამდენი წელი აჩვენა ეს მაგხრივ ეხა ის კიდე გეუბნები ის საერთოდ ამდენ ხანს რომ იცოცხლე სხვა ის არის გასაკვირი რა იმის ცხოვრების წესით ეხა რა აი შემდეგ კითხვა ისეთი მაქვს რომ არ მოვშორდები დიდად წინა კითხვას არგენტინაში ნუ არგენტინული ფეხბურთი და არგენტინაზე რაც იცით ამ გადაცევაშივე გამოჩნდა უკვე არგენტინაში ფეხბურთი უფრო მეტად უყვართ თუ სასიცოცხლოდ ჭირდებათ რთული კითხვა იცი რა ორივე ალბათ იმიტომ რომ როცა ჭირდება რაღაცა სასიცოცხლოდ ის აუცილებლად გიყვარს მე რა გიყვარდება იმიტომ რომ ის ხდება შენი ცხოვრების ნაწილი და შენი არსებობის გამსაზღვრელი ხო არ შეიძლება არ გიყვარდეს რაც განსაზღვრავს შენ ცხოვრებას ის რო არ გიყვარდეს მაშინ წინააღმდეგობაში მოდის ხო ერთმანეთთან მაგრამ თუ მარტო სიყვარულს ცოტა ხანი მარტო სიყვარულზე გავჩერდებით მე არ მინახავს არც ერთ ქვეყანა და არა იმიტომ რომ მე ვამაგობ თქო არგენტინას ხო ხა ბრაზილიაში ყოფილი ვარ ბრაზილიაში პრომეჯერ ვიყავი და არგენტინაში სამჯერ ვიყავი პოსტი ურუგვაიში თქო ავსტრალიაში ვარ სამხრეთ ამერიკელების თამაშებს დაუშვათ ხო ლიბერტადორესის ფინალზე ვიყავი აგერ ორი ბრაზილიური გუნდებოდა ერთმანეთს დაუშვათ ხო მონუმენტალზე წელს ბოტაფოგოს მოიგო თვითონ ბრაზილიაში ყოფილი ვარ აი გაბი გოლის გაცილებაზე ვიყავი იქამდე პალმეირასის და ვთქვათ სანტოსის თამაშზე ვიყავი წინა ჩასვლაზე იმის წინ კიდე მსოფლიო ჩემპიონატის დროს და მე არ მინახავს არც ერთი ქვეყანა სადაც ასე უყვართ არა ეს არის ვნება ანუ იცი რა სიყვარული კიდე რაც ცოტა სხვა რაღაცაა რა ასეთი სიგიჟე ახლა წარმოგიდგენე ლიბერტადორის თასფინალი ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალია ხო ბოტაფოგოს არც არ მოუგია ბოტაფოგო როგორი მომენტია იცი კიდე თქვათ არ ზულთ ბრაზილიურ ანუ რიოს სხვა გუნდების გულს შემოდგენას არ ზულთ ეს წარმოგიდგენე რაღაცა იქ ყველა ზულს ხო მაგრამ ეს არ ზულთ რატო იცი ეს ვინ არის ანუ მეოთხე გუნდი ხო იქ არის თქვათ ფლაფლუ ვასკო ეს ჩემპიონი გახდა წელს წინა ჯერზე ჩემპიონი გახდა და ისიც რა ქვია ლიბერტადორეს მოიგო მაინც ისე არის არა რა მოხდა რაღაცა ესენი პატარები არიან ნუ იყოს ესეც ანუ აბსოლუტურად არა განიჩას მე არ მოუგია და ესე არის და უცებ გადის ფინალში და ამხელა ეს არის ხო ირწევა ჩემპიონი ხდება ქვეყნის ეს ყველა თამაშზე ვიყო იმის იქაც ნახე მაგის თამაში იქაც მაინც არა და მე ვიყავი ჩვეულებრივ თამაშზე
ბომბონერაზე ბოკა ხდებოდა ხიმრასე ლაპლაპა. არც თამაში ყვეტა ეს თამაში. რომ ადამიანს არც ყვება ჩემპიონატზე. ნუ აი როგორ გითხრა ვერ შევადარებ. ხა მარტო მე რო ყოფილიყო ვერნი ვიყავით ახლა რა 6 კაცი ვიყავით და ყველა მეფტეგი ვთქვა რომ კი მაგრამ აი ეს რაღაცა შოულებრივია რიგითი მატჩი აქ ატმოსფერო არის ნუ როგორც მინიმუმ არა ნაკლები ვიდრე ლიბერტადორესის თასის ფინალზე სადაც არის ანუ კულმინაცია ყველაფერს იმიტომ რომ რაღაცა სხვა არის მაგას ყველგან სადაც არ უნდა შეხვიდე ყველგან ლაპარაკობენ ფეხბურთზე კიდია ესენი და სადმე თუ გადაეკარე ამ მარკეტინგს ყველა მეც ვფიქრობ სადაც მოპერკიდო სა იმაში ლოს-ანჯელესში ადრე კაცებთან ერთად ვარ სამოსები რა ლიმუზინი ემსახურება რუბენი არის ისა სწორი აუდიო საკეთე და სამგვიყანა მოგვიყანა რა ვიცი ვინ არის რუბენი ხო ეროვნებით არ მეკითხები გამოვიდო წავიდე იმაზე რა ქვია სადაც ჩამოვიდა ადრე გამოვიდა ეს კაცის ეს ვინ ახარ გამომეყარაკა გამესე არგენტინა მე ხარ რომის გულ შემოგვარ ხა როსარიოდან ვარ მე ხარ ის მომგეხარ ცენტრალისტო თქვა უნივერსიტეტი არ გეცოდინებო შენ რა მე ასეთ გამაგერა არც მე ვარ ტირო ფედერალის რო ინტერნეტი მუნდა არ ვიცი ეს ტირო ფედერალი ერთხელ იყო მაღლისიაში ას კუდი მოიხადა დადო კი რა დამეჭობა იყო შენ ვინახა ხო ეს კაცი არის 70 გადაცილებული ეს შენ ვინახა აუ შეიძლება ახლა ვინც ვიყავი გელაპარაკები საათი რა ვინახა ხო და ტირო ფედერალს ზენიც რა ვიცი მე ხარ ვიტეხე იმან გაიცის რომ მე იმ წელს თუ რაღაცა ჩავხედე სადღაცა და ნუ ახლა მამასოდებელ სპეციალობაა ხო თქვა ახლა ავირჩიე პროფესიად ერთი მეორე დღე მესამე დღე და ადრე გამოვედი მე წავიდე კასეტები მაქვს აყიდე რაღაცა ოღონ ვიდეო მეორად მაშინ რა ქვია მეორადებიდან იაფიღეს ისა და წამოვიყო 1-5 კასეტების რო ჩამოვიტანოთ ლინში და რაღაცა გადავედა მითხარ სამედი ხარ შენ დაჭიქი ახლა მე როგორ ისწვისი პროცესი იმ კაცსა ეს დაჭიქი ახლა გეუბნებიო შენ ტირო ფედერალი წოი წამიყვანა იმითი რა ქვია ლიმუზინით და ის ვაში გაგიჟდნენ კიდე მაგალითად ზანგები გადაერიან კიდე ამერიკაში მოვედი რაღაცა იმაში ანუ როგორ არის იცი ლოს-ანჯელესში რაღაცა ქვია უზარმაზარი ის არის აი რაღაცა ქარხანის მიტოვებული ყოფილი ქარხანის ის არის რა ქვია უშუალებელი ტერიტორია და მთლიანად ეს არის ეს სტელაჟები დგას ამ თავის იმერებით რაღაცა ყველანაირი ვინილი შვინილი ვიდეო ისა ეს იქ ლიმუზინი არ ნახეთ საერთოდ გადმოვიდნენ ვინის წავედა ის მეორად ისინი მოვიტანე და ჩავაწყვე მაშინ წავიდე ანუ რატო იმიტომ რომ ეს ტერიტორიო ფედერალი არ ხდე შიზოფრენიკების ქვეყანაა ხო ანუ გიჭირდება კარგი მე ძალიან ბავშვობიდან მინდა ეგეთ ქვეყანაში ვიცხოვრო ცოტა აი ძალიან ცოტა მაგრამ მიუახლოვდით ნუ კი ჩავედი თბილისის გასასვლელთან ვარ და ბათუმამდე ვარ იცი რა არა აგრე არ არის ჩემ მე იმიტომ ვარ ესეთი ვიყავით ჩვენ ვართ ესეთები თქვენი თაობა უბრალოდ თქვენ რო დაიბადეთ მაგ დროს უკვე დავიწყებული ქონდა ქართულ სამწუხაროდ ფეხბურთის თამაში და უბრალოდ მე არ მინდა იმ თაობას და იმ თაობებს შეურაცხყოფა მეყარებ ძალიან კარგი ფეხბურთელი ყვა და მაგრამ 11 კაცს თუ მოუყრიდით თავშო ნაკრებში თქვა შეგეკოწდებიან ნაკრები ძალიან კარგი ფეხბურთელებით რომლებმაც სამწუხაროდ ვერც შედეგი დადეს და ვერც სანაკრებო ფაზას დაბარგდა კარიერით ეხლა ვიღაცა რამდენიმე მართლა ძალიან დიდი კვალიდატოა ხო მაგრამ მე როცა დავიწყე კომაგობა მე დავდიოდი კვირაში ერთხელ მქონდა ეს რა ქვია მონუმენტალი თუ რაღაცა აგერ მაშინ რა ქვია დინამო სტადიონზე იმიტომ რომ აქაც იგივე ხდება შეგონე უოტერფორდს ვეთამაშებოდით ესეთი გუნდი იყო ირლანდიის არც გამიგე არც ეს მერე
და იმიტომ რომ პირველ თამაშში წავაგე ძროხა შემოვიდა თუ ზაღლით რაღაც აუღო არ შემოვიდა რა იცი როგორ შემოვიდა იმიდან ერთი ტრიბუნა არის რაღაც სარასიკონებს გაბული რაღაც ძროხა რაღაც მოვიდა იქიდან და აი ამ გუნდს ვეთამაშები თბილისში გავხიეთ 4-0 მოვიდა იმდენი ხალხი ერთადერთ შემთხვევაში მე მგონი შემთხვევაში რომ იმაზე ვიჯექი ჩრდილოეთის ტრიბუნაზე იმიტომ რომ მე დასავლეთში მქონდა ეგ ამ პოჩენს ავარსვედი აბონემენტს ხარ მამაჩენს და შეიძლება მთელი ცხოვრება ვიჯექი იქ მერვე სექტორში და არ მეშვიდე და იქ იმდენი ვიყავით ერთმანეთს შევახტით და ესე ერთი 20 კაცი ბრალს ჩემ მეგობრები ერთად დავდიოთ ხოლმე და გადავგორდით და ერთი 4 რიგი ჩავიტანეთ საერთოდ რა იმიტომ რომ ეს რაღაც ეს ბურჩი ვიტყვი ის რა მეცმერები რაღაცა ხო ზოავები ჩავედით თქვენი ეს ანუ ესეთ რაღაცები აქაც იყო და მარტო მე კი არ ვიყავ ესეთი იგიჟი კიდე ყველაზე დაწმარებული ჩვენ ვიყავ დები ესე ეგერ ჩემს ზვაკაცის მამა ფანტასტიკური და მეორე იარუსთან გადავარდა დინამო სტადიონზე ყველა იმისგან რა ქვია სიხარულით ხო კიდე გადარჩეკ მე ბებიისგან ვიცი ეგ ისტორია ბებია ორი ბებია აი იგიჟი ფანები ფეხბურთის ორნი იყვნენ სულ სტადიონზე ხალი სულ ეგ მაგ ბევრჯერ მოსმენილი და დღეს ნუ ნაკრების თამაშებზე უკვე დაახლოებით ხდება იგივე ხო და მე მე საოცრად მეხარია შემოbrunება აქამდე ვერ ვიგებდი მაგალითად აი ძალიან პატივისცემდი ადამიანს რომ დადიოდნენ და ეხლა დადიან თქვათ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ძალიან დიდ პატივისცემ მიუხედავად იმისა რომ ჩემი საქმეა ეს ვერ გეტყვი რა ძალიან ხშირად დავდივარ ვერ დავდივარ არსენელი მე იმას კი არ ვამბობ კარგია რას ვაკეთებ ცუდია ხო და ზოგ შემთხვევაში რაღაც წარმოგენა არა მაქვს რა ხდება თქვათ მასე მაგრამ ნუ აი ვერ ეს არ არის ეს რაღაც სხვა თამაშია მაგაზე არ მინდა თორე ძალიან ის ხო არა ნუ ხვიჩო კვარაცხელია არის თუ არა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ყველა ის და თუ არა შეუძლია თუ არა რომ გახდეს შეუძლია რომ გახდეს მაგრამ არ არის ჯერ არ არის და მე იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მოუმატებს მე ვარ აბსოლუტურად ხამალდროულად მე თქვა აბსოლუტურად აქტუალებული ვარ იმითი რაც ამ ბიჭმა გააკეთა განსაკუთრებით ბოლო სეზონში ბოლო აი ამ სამთვიან თუ ხუთვიან არიში გადასვლის არიში გადასვლის შემდეგ ის არის არანორმალურად გაზრდილი მე არ ვიცი ეს ეხა ამბობთ მეც მათ შორის რომ აი ლუის ენრიკეს დიდი მადლობა ამისთვის და რაღაცა მისი მწვრთნელი ყოფილა და რა თქმა უნდა ვერანაირი მწვრთნელი მე რომ მივიდი ახლა გინდა ლუის ენრიკე მოვიდეს და ისა მე ჩემთან ვერ გააკეთებენ თქვა იმას ვარსკვლავს ხო ამას ამა რაც გააკეთა მე რას უგულისხმობ წინ ყველაზე უფრო ის მეშინოდა მეორე სეზონში პირველ სეზონის მეორე ნახევარში იქ სადაც საერთოდ ფრანგის ფეხბურთელის ცხოვრების ეს რა ქვია ხანმოკლეობა არის ძალიან მოკლე სისტრაფეზე დამოკიდებული იმიტომ რომ სისტრაფე იმიტომ რომ ფლანგი და იმიტომ რომ სწავლობს ადამიანი შეეხა ფლანგზე რო ხარ ну ატყუებ რომელიღაც ხარეს ხო ანახეთ ეხა უტის ხაზით ხარ შეზღუდვა ვარავა ეგ რა ქვია ტრიბუნაზე ხო და გავადეთ დაატვანენ ბორცს ანუ შესაბამისად თუ მრავალფეროვნებას არ უმატებ შენს ტალანტს და არ სწავლობ მეორე ფლანგზე გადმოსვლას ცენტრისკენ გადმოწევას მაგრამ ეხლა უყურე სწავლობ ეს ძალიან მაგალითად და ძალიან იოლი თქვა მე რასწავლობს ამის უნარი უნდა გქონდეს ამის ტალანტი უნდა გქონდეს თორე მე იმას კი არ გულისხმობ უბრალოდ გამოიწვიო საკეთ რა რო გამოიწვიო შენ ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს შენი გუნდისთვის უბრალოდ გადმოხვიდე და დადგე იქა არ შეიძლება ხო ამ ბიჭმა რაც გააკეთა ან რა პასის კულტურა აქვს ან როგორი ორივე ფეხით თამაშის უნარი თავით თამაში გაუმჯობესა და ლიდერის თვისებები აბსოლუტურად შეუცვლელი კაცია ამ გუნდისთვის და მე რომ მეშინოდა და გულწრფელად რომ მეშინოდა იმიტომ რომ უკვე გადმოსული იყო და მისი გადმოსვლის
პერიოდს დაემთხვა იქ ამათი შემოტრიალება და მთელი ინგლისის დაბეჭავება და უშუალოდ ამ პარიზელების მიერ და დუეს ესეთი პროგრესი თავი რო დავანებოთ დებელეს და ბარკოლას ხო და უცებ ეს მეთქი აჰა დავიღუპეთ არ დავიღუპეთ ეს იქ როტაციას არ დადგება მე მოულოდნელი იყო ჩემთვის რაღაც ცენტრალურობის ადგილზე ათამაშეს აქეთ გადმოიყვანა იქ რატო გადმოყვანა არ იყო იმიტომ რომ უცხო არ არის მაგის ნაკრებში უთამაშია ჯერ კიდევ აისის დროს ხო აქეთ მაგრამ ესეთი სტაბილური ვარსკვლავური სარაფე დონე ეს არის აბსოლუტურად გასაოცარი რაც ამ ბიჭმა მოახერხა და შეძლო რასაც ინარჩუნებდა ყოველდღიურ რეჟიმში გვაჩვენებს ამიტომ სუპერ მონაცემები ფანტასტიკა ყველანაირი და ერთნაირია რომ გახდეს ესე რა ქვია მთლად მოჩენ ზარ დაემართოს ამას ხო მაგრამ ეხა ყველა დროის საუკეთესო როგორ არის იცი მე საერთოდ მოწინააღმდეგე აი ამის ყველა დროის საუკეთესოების და რაღაცების იმისი ერთხელ ამას წინათ მოსული იყო ილონა ნობაშვილი ჩემი კოლეგა და მეგობარი ჩემი და ხო შენი არგენტინის ნაკრები შეადგინა იდენ მაგინეს მე რაღაცა ამ ხო ადამიანი ხო არ უხსენე რა საბარაკო რა ბჭობეუნები რა გინდა მეთქი რომ საუკეთესო ნაკრები შევადგინო თუ მე ვინც მიყვარდა და უყურებდი და არა შენ ვისაც კომოგებდიოდა მე მესი და მარადონა ვერ მოხვდნენ მაშინ და ხო და და ვერც ვიკერმე მე თვითონ ვერც ვერონი მე ახლა იდიოტი ვარ რაღაცა მომენტში შემეპარებში და იგივე თქვა გავგიჟდი იმიტომ რომ მე ბრინდისი მყავდა ვიღაცა რედონდო ბაბინგტონი ვიღაცა აი ანუ ის ტიპები ვიზეზე მე გავიზარდე ხები ანუ მე ვინ შემაყარა ფეხბურთი ჩემ თორემ მეკითხები ვინ შეგაყარა ფეხბურთი თქო ბიძა ჩემმა ლაშა ძიზიგურმა ხო ეხლა რას ქვია შენ ლაშა ძიზიგური შენთვის ავტორი და მე რატო იმიტომ რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო ის ჩემთვის და მე უნებოდა როგორ ახლა მეთქარი ვიღაცა ლაშას მამა შოთა იყო აკადემიკოსი და ლაშა რატო იყო შენთვის ავტორიტეტი ხო ბჭო იყო და რა პატარა იყავი და ესე იყო შენ მე ბიოგრაფიას მაყოლებ გიყვები და ხა ამის გამო დედარუნ შემაგინო ხო რატო გიყვარდა ბრინდისი არ იყო მაშინ მარადონა დაბადებული და თუ რაღაცა იმაში როგორც ფეხბურთელი და რა მეკნე ხა მე იმა შემაყვარა ამიტომ მახსოვს ის მარზოლინი მახსოვს რაღაცის გამო იმიტომ რომ სიმპათიური იყო და მომწონდა და ბაზავდი თუ რაღაცა იმას ხტები ანუ როცა ესეც რაღაც ემოციაზე ლაპარაკობ და რაღაც კითხე ხო ის სხვა რაღაცაა რა ეს სხვა არის მაგრამ მაშინაც ჩემთვის გაუგებარ მეუნებოდი რომ არა შენ ამ ბიჭო არ გინახავს სლავა მეტრეველი ასაკეთები და მის შემდგომ მე რო თამაში დავწყე მაგრამ დაანებეს თავი ესმის და იმათე უნებოდი რომ შენ თქვენ არიცით ბასარა იყო და იმათე უნებოდი რომ შენ არიცი ვიღაცა ბორევა იჭაძე და ჯეჯელავა ასაკეთებდა ხო არ მინახია ხა არ არის შემორჩენილი რომს მენახოს ვთქვათ ხო ეხლა დღეს რაღაცა სასაცილო სანახავია და იმავე დი სტეფანოს პერიოდის რეალის საოცარი ფეერიები მაინც რაღაცა მომენტებში აქეთ იქეთ რომ რაღაცას აკეთებენ დღეს ცოტა ესეთი რაღაცა ჩარლი ჩაპლინის რო უყურებ რაღაცა დაახლოებით ესეთი ემოცია სხვა მოთხოვნა სხვათა შორის ერთადერთი რაც ფეხბურთი ხო აი ნახეთ უყურებ 53 წლის მატჩს ინგლისი უნგრეთი და ნახავთ ჰიდეკოტი რასაც აკეთებს ესეთი რამე მე აი კინოში ახლა რამდენიმე ხშირად არა და იშვიათად რომ აი რაღაცა ფილმი უძლებს დროს და თანამედროვეა დღესაც რა აი ფეხბურთში მე ესეთი რამე დიდი გუნდი ყო მეტრო და არ საოცრებაა რაღაცა სრულწლიანი იქიდან დაიბადა საოცრებაა ჰიდეკუტი და ვთქვათ პუშკაში და ესენი რა ქვია კოჩიში და ბოჟიკი აქეთ იყურება იქით პასაკროს NBA-ის გამახსენდა ეს რა ქვია იმას მეჯიკ ჯონსონი გესმის ანუ ისეთი რაღაცა ინგლისური ფეხბურთი იყო ორი ნომერი ამას ეთამაშება და ესე ალაფა რომ მოძრაობა დაიწყოს ესე დაიბნდნენ და იყურება და უნდა ნახო ეს აი ის არის აბსოლუტურად თანამედროვე მაგრამ ჩემთვის დატო ყიფიანის იგამ დერა ხდებოდა და დატო ყიფიანის მე რა ხდება ის არის ჩემთვის აი აუცე ხა კიდე გორები მე ვერ
მე არ ვამბობ ობიექტური ვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ობიექტურადაც ის გავლენა რაც ყიფიანმა მოახდინა იმ თაობაზე, იმ ქართულ იმ რაღაცა თქვათ ტაქტიკური აზროვნების ხარისხით, რომელიც იმ დროისათვის აბსოლუტურად იშვიათესი რაღაცა იყო და თუ შევადარებთ დაუშვათ თვითონ მის ამპლუით თუ ვილაპარაკებთ, მე გავდიოდი თამაშებზე ვოვა გუცაევის სანახავად. ის იყო ჩემთვის, და ის რასაც უშვებოდა მცველებს, დავუშვათ მოსკოვის დინამოს განსაკუთრებით იქ თავის ნოვიკოვები და მახავიკოვები და ნიკულინები და ვიღაცები, რასაც იმას უყვა, ნიკულინი ცირკში იყო ერთი კლოუნი და ის ბევრად აგებდა იმასთან, ადრეშიც ეს აგებდა იმას რა. ამ ნიკულინს, რასაც უკეთებდა ვოვა, ის ჩამოვიდა თბილისში და აღარ მეცინებოდა, ის მასობდა ის ნიკულინი. თები, შესაძლოა მე ვერ ვიქნები ობიექტური, კიდევ მეორე. მაგრამ ეს რასაც შვება ეს ბიჭი, ეს არის საოცრება და მე იმედი მაქვს რომ კიდევ მომატებს და მიხარია რომ ბიძგი მიცა, იცი? აი სხვებს მიცა მაგალითი და წამოვიდა. ესეთი რაღაცა გააკეთა ბორგმა შვედეთის ჩოგბურთში რა, იმიტომ რომ მე პირველად რომ ნახე ბორგი 75 წლის ის იყო და მე რა ვნახე კადრებს აჩვენე საკონდა ჩვენ მე ხომ მაგის ფუფუნება არის ვენახე რაღაცა კადრები ვნახე ორი მე თან შვედები მიყვარს ჰოკეის გამო და ნასტასე მოუგო და შოქში ჩავარდი იმიტომ პატარა იყო მე მოიგო ის უმგონი ხუჯერზებზე 6 ჯერ ეს რა ქვია როლან გაროსი და რო წამოვიდნენ ვილანდერი ედბერგები და ათეულში გამის 5 კაცი ყავდა და 20-ში 7 იყო პერფორსი და ვინ არ იყო ეხა სიმონსონი და კარლსონი და რატო? იმიტომ რომ მაგალითი აი ეს ბიჭი არის იმისი საწინდარი რომ ქართველებმა რომლებიც კარგად თამაშობთ ფეხბურთს ჩვენ ვიცით ფეხბურთს თამაში ჩვენ ვართ ის იშვიათიერი რომელმაც კარგად იცის ფეხბურთს თამაში და ნასწავლი ფეხბურთის კი არა მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ბოდოგლიმტის და პირიქით ფერზე ამდგარი ტაშ უკრავ იმას რომ იმაზე რა ქვია პოლარული წესით რას ლაპარაკობ კრასინი იყო ისა ყინულმჭრელი იმით იმედიან იმით სტადიონზე ხალხი რომ მიაღწიონ იმამდე რა ქვია ბოდომდე თუ სადარი რა ქვია ლიმტია თუ რომელია იმდა გაიგოთ ასმა რას ნიშნავს ხო იქ ფეხბურთს თამაშობდი და კიდევ უკვე თორე ეს არის არა ხელოვნური ეს არის ხელოვნური კი არა მწვანე რო რაღაც საერთოდ რაღაცა მწვანეა იქ ის არის გასაკვირი ხო მწვანე უნდა იყოს ციალი მე სხვა ფერი არის მწვანე იქ თამაშობდა ხალხი ეხლა როგორ მომბრუნდება ენა რო და მოურინიოს 4 თამაშიდან 3 მოუგო იმან რა ქვია და თასი ამანა იყო ბოლოს მაინც ხო ანუ მაგრამ ეს ნასწავლია ის ისლანდიაში ღამეში ტაშის ყველაფერა და ნასწავლია ჩვენ ეს იბადება ქართველი ბურთით აი როგორც არგენტინელი, ბრაზილიელი, იტალიელი, ესპანელი, ინგლისელი ალბათ კი, აი როგორც კი კარგი კარგი ბავშვთან მწვრთნელი როგორც კი გაჩნდა ქვეყანაში დინამოს აკადემიურ ჩამოიყვანა აგერა შედეგი კი ამიტომ ვიჩას მხოლოდ წარმატებ, იმიტომ რომ ის არის ფლაგმანი დღეს. ის არის მასზე არის სწორება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის მუდმივად იყოს წარმატებული და მარტო ის კი არა, გატაე ნაკრების აესთაობა ჟორჟი, ზურიკო, სხვები და მე მასე ვთქვათ კაში ახლა აწინ დამბერხანი შეიძლება წარმატებული იყოს, ხო? ნუ სადღაც ალბათ გაჩერდება და გოგლიჩიძე უნდა გახდეს მაშინ და აი სხვა ვთქვათ ლოჩოშვილი და ვინც ახალგაზრდა ვინც არის ისე კიდე შეიძლება პროგრესი ჰქონდეს აუცილებელია ეს პროგრესი იყოს იმისთვის რომ ქართულმა ფეხბურთმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იპოვოს და დაიმკვიდროს და დარჩეს და მე ძალიან დიდი იმედი თუ არა ამით რომ უყურებ ძალიან მომწონს თუმცა სამწუხაროდ არსებობს მეორე პრობლემაც არ უნდა დაგვაუწყდეს საქართველოს ჩემპიონატი რომელიც რაღაცა სხვა სპორტის სახეობაა მაგას კამერის იქით მოვყვები
ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საერთოდ მოწევს. კიდევ უფრო დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ერთ ძალიან პატარა კითხვას კი არა. სულ პასუხს მივიღებ არ მომეწონება, მაგრამ ლიგას ვინ მოიგებს? ვერც ვერ მიიღებ, არც უც მიიღებ და არც კარს. მე ძალიან მინდა რომ მოიგოს პარი სენ-ჟერმენმა, ერთ-ერთი რას მაშინებს ისე დროს გაიტანა გოლი აჩერბი, ისე დროს გაიტანა, ეგეთი რამე არ ხდება რა შემთხვევით რა, რა ვიცი. ნუ როგორც მინიმუმ ცველს არ გააქვს ხრიანის პოზიციიდან მაგ დროს. ლოთ ემას რა ქვია, მორჩენდი, მართლა კარგად ამყოფოს. ფეხბურთს რომ საერთოდ არ გაუტანია თავის ცხოვრებაში, მანდა მაინც იმაზე თან შტურმის და იმის დროს კი არა რომ რაღაცა რაღაცას მოხდა და შემოვა. აი ესეთ სიტუაციაში თამაშს საფეხბურთო ღმერთები ყველა არ ატრიალებენ. ჩემდა სამწუხაროდ შეიძლება, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ ხვიჩას ფაქტორი მოაგებინებს. განვანძღავენ კომენტარებში, მაგრამ მე მაინც ნუ გასაგებია შენ ხარ ინტერესო კომაგიდე ხარ თან მაგაზე კარგი ის აქვს რა არგუმენტი რომ მე რო ინტერს გულშემატკივრობა დავიწყე ხვიჩა დაბადებული არ იყო. არა მაგრამ მე ხო არ გიდევები ხა შენ რომ ადამიანს თავს რიზღვევ რა ეხლა ლანძვას რო დავიწყებენ მაგისტრის ლანძვას ლანძვას ან ეს სპეციალურ რაირშია მაგინო სოლა რომ და პირდაპირ გიწევდა ლანძვას არა მეც ვერთხელ ვიხო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ კი კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ ტერმინალს რომელმაც დაგვიტყვა ეს სივრცე ამ საინტერესო გადაცემის ჩასაწერად და ტრადიციულად როგორც ვამთავრებთ ხოლმე გადაცემას ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც მთავარია, იყვარდეთ ფეხბურთი. ამალ შეხვედრამდე. ახლა